იმის გასაგებად, თუ როგორ განსხვავდება პლასტმასის თვისებების სხვა მასალებისგან, ჩავატარეთ მარტივი ექსპერიმენტი. გამჭვირვალე პლასტმასის ჩიქებში სხვადასხვა მასალისგან დამზადებული რამდენიმე ობიექტი ჩამოვყიდეთ: ლითონის ნემსი, ხის ასანთის სხერო, სპილენძის მავთული და მაგნიუმის ზოლი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ობიექტები უმოძრაოდ რჩებოდნენ, როდესაც პლასტმასის სხერო მიუახლოვდა, ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა, როდესაც პლასტმასის სხერო მატყლზე გავხეხეთ. ყველა ჩამოკიდებულმა ობიექტმა დაიწყო რხევა და ღეროსკენ მოძრაობა. რამ გამოიწვია ეს რეაქცია? პასუხი პლასტმასის ზედაპირზე დაგროვილ ელექტროსტატიკურ მუხტშია. მაგალითად, ხის ღერო, პლასტმასისგან განსხვავებით, ასეთ მუხტს ვერ ინარჩუნებს, მატყლზე ხახუნის შემდეგაც კი მასალა არ მოძრაობდა. იგივე მოხდა ლითონის მაკრატელთანაც, რომელმაც არანაირი ეფექტი არ აჩვენა მანამ, სანამ მასალა მაგნიტს არ შეეხო, მხოლოდ ამის შემდეგ რეაგირებდა ლითონის ნემსი. ამრიგად ეს ექსპერიმენტი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ რეაგირებენ მასალები განსხვავებულად ელექტრულ და მაგნიტურ ველებზე. პლასტმასის სხვა მასალებს შორის იმით გამოირჩევა, რომ ის არა მხოლოდ გროვდება, არამედ დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ელექტროსტატიკურ მუხტს. ეს განასხვავებს მას ხისგან, რომელიც სწრაფად ანაწილებს მუხტს ტენიანობის შემცველობის გამო და, შესაბამისად, მცირე გავლენას ახდენს სხვა ახლო მდებარე ობიექტებზე. ხეიზოლატორია. მეორე მხრივ, ლითონები არ ინარჩუნებენ მუხტს, არამედ სწრაფად ანაწილებენ მას მთელ ზედაპირზე. ისინი გამტარები არიან. მეორე მხრივ, მაგნიტები ქმნიან მაგნიტურ ველებს და არა ელექტრულს და შესაბამისად, ვერ იზიდავენ ელექტრულად ნეიტრალურ ობიექტებს ისე, როგორც დამუხტული პლასტმასი. ეს არის ელექტროსტატიკურად დამუხტული პლასტმასის საფრთხე. ეს არის უხილავი ძალა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ყველაფერი მის გარშემო. დამუხტვის შემდეგ პლასტმასს შეუძლია მიიზიდოს ნეიტრალური ნაწილაკებიც კი, რაც არღვევს მრავალბუნებრივ ფიზიკურ პროცესს. პლასტმასი, როდესაც იშლება უფრო პატარა ფრაგმენტებად, მიკრო და ნანოპლასტმასებად, არ კარგავს თავის თვისებებს. უფრო მეტიც, პლასტმასის გავლენა გარემოზე და ცოცხალ ორგანიზმებზე მხოლოდ იზრდება ნაწილაკების ზომის შემცირებასთან ერთად. სწორედ ეს მუხტი ხდის პლასტმასს განსაკუთრებით საშიში ჩვენს პლანეტაზე არსებული მთელი სიცოცხლისთვის.